იმოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კომერციული ბანკებსებმა რეფინანსირებისთვის ესხისთვის საქართველოსთვის უპრეცედენტო მილიარდამდე ლარი მისცა. ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილებას ლარზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ბაზარზე ჭარბი ლარის გამოსვლა მის გაცვლით კურსზე უარყოფითად აისახება. ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარი ერთი თეთრით კიდევ გაუფასურდა. რატი ხვისტანი განაგრძობს ახლა მომამბის პირდაპირ ეთერში თემაზე საუბარს. რატი საღამოშიდობისა შენ დღეს ესაუბრე ექსპერტებს, როგორია მათი მოლოდინი? ექსპერტების მოსაზრებები ამ შემთხვევაში ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფინანსირების წესხისთვის ეროვნული ბანკის მხრიდან ასეთი დიდი რაოდენობის თანხის გამოყოფა ისედაც გაუფასურებულ ლარს კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, რადგან ახლა მიმოქცევაში უფრო მეტი ლარი არის შემოსული. ექსპერტების მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რეფინანსირების წესხის გაცემა ჩვეულებრივი ინსტრუმენტია და მეტიც ეს აუცილებელიც კი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რეფინანსირების წესხი არ იქნებოდა გაცემული დიდი რაოდენობით, მაშინ როდესაც მოთხოვნა ლარზე დიდი არის მოსახლეობაში, ამ შემთხვევაში ეს უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას შექმნიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად ეროვნული ვალუტა კვლავ უმართავია. ლარის კურსს ბოლო 16 წლის ანტირეკორდამდე 1 თეთრი აშორებს. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 25 თეთრი ღირს. ქვეყნის მთავარი ეკონომისტი ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ სავალუტო სტაბილიზაცია აპრილში დაიწყებოდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის პროგნოზი არ გამართლდა. ლარი დაღმასვლას განაგრძობს. არ გამორიცხა, რომ ეროვნული ბანკი უკვე თამაშის პოლიტიკურ თამაშს. ექსპერტების ნაწილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ვალუტის მკვეთრ ვარდნაში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს. ერთ-ერთი არგუმენტი ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე კვირაში რეფინანსირების წესხისთვის რეკორდული თანხის გამოტანაა. ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ბრუნვაში თითქმის მილიარდი ლარის გაშვება ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ზოგადად მაკროეკონომიკური სურათი გვეუბნება, რომ კურსი უნდა იყოს 2 და 2 და ჩვენ ხედავთ, რომ ის სტაბილურად ვარდება. მუდმივი ერთდროულად ვარდება, არ ჭირდება. უკვე ეჭვი ემთხვევა იმას, რომ რეფინანსირების კრედიტის ლიმიტი გაიზარდა მილიარდამდე, საერთოდ დაემთხვა მას, რომ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს, რომ ნელ-ნელა გაუფასურდეს ლარის ღირებულება და მოხდეს პანიკის დათესვა მოსახლეობაში. ექსპერტების ნაწილის მოსაზრებას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა არ ეთანხმება. ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რეფინანსირების წესხის გაცემა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ეს თანხას სავალუტო ბაზარზე არ ხვდება. კონკრეტულად ამ კვირაში და სავარაუდოდ მომავალ კვირაშიც გაზრდილი არის სეზონური ფაქტორებით, გაზრდილი არის ნახტფულზე მოთხოვნა, რაც იწვევს შესაბამისად რეფინანსირების ინსტრუმენტზე მოთხოვნის დასს. ამ ინსტრუმენტით წაღებული ფული სავალუტო ბაზარზე არ ხვდება და შეუძლებელია იქ მოხვდეს. და საბოლოო ჯამში ყველაფერთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ინსტრუმენტი რო საერთოდ არ არსებობდეს, მაშინ ან ეკონომიკის და გაცილებით ნაკლები იქნებოდა და ან კურსი კიდევ უფრო გაუფასურებული იქნებოდა. რეფინანსირების წესხის გაცემას აუცილებელ მექანიზმად მიიჩნევს ექსპერტთა მეორე ნაწილი. მათი თქმით, თუ ეროვნული ბანკი ამ ინსტრუმენტს არ გამოიყენებს, ეს ეკონომიკაში უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს. იმაზე საუბარი, რომ ეს იწვევს თავისთავად დევალვაციას, არასწორი არის რა. ანუ ეს არის შედეგი იმისა, რომ მეტ ლარზე არის მოთხოვნა და მეტ ლარზე არის მოთხოვნა არა მარტო ბანკებიდან, არამედ ბანკის კლიენტურისგან, სხვა იურიდიული პირისგან თუ ფიზიკური პირისგან. ანუ ურჩევნია წესხები ლარში ვიდრე დოლარში და ეს ტენდენცია ასე ვთქვათ განაპირობებს იმას, რომ მეტი მოთხოვნა არის ლარზე. ამის შეჩერება ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება არასწორი, იმიტომ რომ ეს იწვევს ათასნაირ სხვა, საკმაოდ უხერხულ და ცუდ გავლენებს და ამის ასე ვთქვათ დარეგულირება ძირითადად უნდა მოხდეს ფუნდამენტალური მიზეზებით და მოლოდინებით ხალხის მიერ. საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ პრობლემა არა რეფინანსირებაში, არამედ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაშია. უმრავლესობაში კი არ გამორიცხავენ, რომ პრობლემის შესასწავლად ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის წევრები პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დაიბარონ. ამ თემაზე გვექნება ჩვენ საუბარი როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან, შეიძლება მოსმენაც გავაკეთოთ საკომიტეტო მოსმენა. პრობლემები არ არის მარტო რეფინანსირებაში, პრობლემები არ არის მარტო რამდენ დოლარს გაყიდის ეროვნული ბანკი, პრობლემებია იმაში, რომ საქართველოში არ არის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც შემოდინებას უზრუნველყოფდა დოლარის, რომელიც დაასტაბილურებდა ლარს. სამწუხაროდ მთავრობა და მისი დღევანდელი დე-ფაქტო პრემიერი და მოქმედი დე-იურე პრემიერი და დე-ფაქტო პრემიერი აბსოლუტურად მოუმზადებელი და არ არიან მზად, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ ეკონომიკური კრიზისიდან.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სულ მალე ლარი 26 თებერვლის მაქსიმუმს მიაღწევს, როდესაც ლარი ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე გაუფასურებული იყო და $1, 2 ლარი და 26 თეთრი ღირდა. როდის დაასრულებს ეროვნული ვალუტა ვარდნას, ჯერჯერობით ამის პროგნოზს ვერც ერთი ექსპერტი ვერ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს 3 თვის განმავლობაში ლარი უკვე 19%-ით გაუფასურდა, თუ იანვარში $1, ლარი და 88 თეთრი ღირდა, ახლა მისი ღირებულება 2 ლარი და 25 თეთრია. მადლობა რატი ხვიშტანი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.